გამარჯობათ მეგობრებო, ნიუ-ჯერსიში ვიმყოფები, ამჯერად ეს გახლავთ საემიგრაციო ოფისი, ოღონდ ამჯერად ხდება პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვის ინტერვიუ. მაგრამ ახლა სხვა რაღაც მინდა გითხრათ ძალიან მოკლედ, რომ აი ეგრეთ წოდებული ცუდი რეპორტის გაკეთება შეუძლია არა მხოლოდ კლიენტს თავის თარჯიმანზე, არამედ გაითვალისწინებთ, რომ თარჯიმანსაც შეუძლია გააკეთოს ასეთი ეგრეთ წოდებული რეპორტი ანგარიში თავის დამკვეთზე და წარმოადგინოს თავის კომპანიაში, რაც არის დასაქმებული. მაგალითად, ჩვენს კომპანიაში ჩვენ ხშირად ვაკეთებთ ხოლმე, რასაც ქვია reflection, ასეთ ინგლისურ სიტყვას გამოვიყენებ, მოდი დავარქვათ ანალიზი თითოეული ეგრეთ წოდებული assignment-ის, ანუ თითოეული სათარჯიმნო მომსახურების შემდეგ. ჩვენ მოგვეთხოვება, როგორც თარჯიმნებს, რომ წარმოადგინოთ ესეთი მოკლე ანალიზი თითოეული თარგმანის შემდეგ, ანუ თქვათ რაიმე გადასწრომას ჰქონდა ადგილი დამკვეთის მხრიდან, რაღაც კარგი მოხდა და გავითვალისწინოთ. საქართველოში ჩვენს კომპანიაში ვთხოვთ ჩვენს თარჯიმნებს, რომ ესეთი მოკლე ანალიზი წარმოგვიდგენ, სულ რამდენიმე წინადადებაც რომ იყოს აუცილებელია. შემდეგ კომპანიაში გროვდება ეს ინფორმაცია და ჩვენ ძალიან კარგი ანალიზს ვაკეთებთ ამის შემდეგ. შეიძლება შეიქმნას ეგრეთ წოდებული რაღაც სია დამკვეთების, რომლებიც არ მინდა ვთქვა, დისკვალიფიკაცია ან რაღაც ცუდი უარყოფითი ტერმინი გამოვიყენო, მაგრამ ჩვენთვის, მას გავიტოვებში და სამზარეულოსთვის ეს ძალიან კარგი ინფორმაცია. ასევე ამერიკაშიც აუცილებლად აკეთებენ თითოეული თარგმანის შემდეგ თარჯიმნები reflections, ანალიზს. ამიტომ ზოგადად ჩემი მიზანიც ამ ვიდეოების ის არის, რომ ის რაც არის საერთაშორისო სტანდარტი, რაც ხდება ამერიკაში, ევროპაში, დავნერგოთ საქართველოში, ამით უფრო მეტად დავიცვათ ჩვენი თავი და ავიმაღლოთ ჩვენი კვალიფიკაცია. როგორც იცით, მე ვარ ნანა გორგოძე, თარჯიმანი ამერიკაში. გისურვებთ წარმატებას.